გარემოსდაცვის სამინისტროში ტყეების კატეგორიზაციისა და ზონირების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. წარმოდგენილი იყო სატყეო სექტორში დანერგილი გამოსვლების შესახებ ინფორმაცია, ტყის მოვლაღდგენის დეპარტამენტის 2014 წლის სამოქმედო გეგმა და ტყის რესურსების მდგრადი განვითარების საკითხები განიხილეს. დაიწყო საქართველოში ტყეების ზონირება და არ იქნა დაშვებული მომავალში მთელ საქართველოს ტერიტორიაზე ის სამეურნეო საქმიანობები, რომელიც განურჩევლად იმისა თუ რა დანიშნულებისაა ტყე რეალურად მაინც მინიჭებული აქვს სამეურნეო ფუნქცია. თავარი პატრონაჟი ეს არის თვითონ სამინისტრო, ეს არის სამინისტროს გეგმები, სამინისტროს პროექტი, ეროვნული სატყეო პროგრამაც, ეს არის პროცესი, რომელსაც სამინისტრო მართავს და ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც აქ იყო არის დაინტერესებული მხარე, ვინც დაეხმარება სამინისტროს პროცესი განვითარებას. Არამნიშვნელოვანია, რომ ტყის რესურსი აღქმული იქნეს არა როგორც მხოლოდ სამეურნეო, ან მოსახლეობის დამხმარე რესურსი ფიჭვის შეშის და სხვა არამერქნული პროდუქტების მოპოვების შესაძლებლობით, არამედ ასევე ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით.